ევროპა არ უნდა დადუმდეს იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება საკუთარი მოქალაქის ექსტრადირებისთვის არაფერს არ აკეთებს, სწორედ ასეთ მიმართვას ავრცელებენ სახალხო პარტიის წარმომადგენლები. ევროკომისრის მისამართით ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა საქმეში დროულად უნდა ჩაერთოს სწორედ ევროკომისია, ის სომხეთთან პირდაპირ მოლაპარაკება უნდა აწარმოოს იმისთვის, რომ კინოიანის რუსეთში ექსტრადირება არ მოხდეს, რადგან ამბობენ, რომ ეს ცდება მხოლოდ ერთი მოქალაქის ამბავს, არის საერთაშორისო დონის საკითხი, რადგან ეს ეხება არა მხოლოდ ადამიანის უფლებას და თავისუფლებას, არამედ მის უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ თვლიან, რომ ურსულა ფონ დერ ლაიანმა პირადად უნდა მოიკითხოს და დაინტერესდეს კინოიანის საქმით. ის ფაქტი, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრორუსული მთავრობის პირობებში არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ბატონი კინოიანის სამშობლოში, საქართველოში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად არ ნიშნავს, რომ ევროპა შეიძლება დუმდეს. პირიქით, ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და ჩვენი საერთო უსაფრთხოების დაცვას ეხება. ამ საქმეს მნიშვნელობა გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ერთი ინდივიდის ბედი. ეს არის გამოცდა სომხეთის სანდოობისთვის ევროკავშირთან დაახლოების გამოცხადებულ გზაზე. მებრძოლის ექსტრადიცია, რომელიც იცავდა უკრაინას და ევროპის საერთო ღირებულებებს, არა მხოლოდ დაარღვევს სომხეთის საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის არ გაძევების პრინციპს, არამედ შეერყევს ნდობას, რომელიც საფუძვლად უდევს მის პარტნიორობას ევროკავშირთან. რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? ოცნების მაღალ ჩინოსნებს უჭირთ კონკრეტული პასუხის გაცემა. მაგალითად, ირაკლი კობახიძე მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობს, რომ უწყებები მუშაობენ და ეს არის მხარეებს შორის შეთანხმებაზე დამოკიდებული, თუ როგორ მოხდება კინოიანის გადაცემა. ამ ცოტა მეც ამბობს, მაგალითად, პაატასალია იუსტიციის მინისტრი, თუმცა ცდილობს, რომ ცალსახაპასუხი არ გაქვს ეს კითხვაზე, როდის დაინტერესდება ქართული მხარე და როდის მიმართავს სომხეთს იმ მოტივით, რომ საქართველოს მოქალაქე უკან დააბრუნოს, ის ცდილობს, რომ იურიდიული პროცედურების მოშველიებით იმის არგუმენტით, რომ სომხეთში ჯერ დასრულებული არ არის ყველა სასამართლო დონეზე კინოიანის საქმის განხილვა, ამ ეტაპზე უწყება ურჩევია, რომ შეიკავოს თავი კონკრეტული პასუხის გაცემისგან. დანაშაული, როდესაც ჩატენილია კონკრეტულ ქვეყანაში, როგორც წესი, საერთაშორისო სამართლის პრინციპიდან გამომდინარე, დანაშაულს იხდიან იმ ქვეყანაში, სასჯელს იხდიან იმ ქვეყანაში, სადაც არის დანაშაული ჩადენილი. შედგომ ერთვება სხვადასხვა მექანიზმები, რომელთაც შეიძლება შესაძლებელია გახდეს კონკრეტული მჟავდებულის ტრანსფერი, მაგრამ ჩვენ ახლა ძალიან შორსა ვართ ამ ეტაპისაგან, აქ საუბარია იმაზე, რომ ჯერ ყველა გასაჩივრების ეტაპი არ არის გასული და განცხადება, რომელიც ჩვენთან არის შემოსული, ეს განხილვის ეტაპზე შესაბამისად რაიმე თქვენ გულისხმობთ, რომ სანამ არ გადაცემენ რუსეთს, თქვენ ვერ მოითხოვთ მის ექსტრადირებას? ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და უფრო ზუსტად მოგახსენებთ მას შემდეგ სრულად გვექნება შესწავლილი საკითხი. რამდენად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანი ჩვენთან წამოვიყვანოთ საქართველოში. ანუ სანამ არ გადაეცემა, მანამდე არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, ამას დავაზუსტებ რა. ზუსტი ინფორმაცია რომ გქონდეს ოჯახსაც აინტერესებს. ზუსტად ამასთან დაკავშირებით ჩამოვაყალიბებს იუსტიციის სამინისტრო პოზიციას და გაცნობებს. დრო იწურება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქე. რაფად იყოს პასუხი ამასთან დაკავშირებით. ზუსტად 28 დღეა, რაც გიორგი კინოიანი სომხეთში ციხეში იმყოფება, რამდენიმე დღეში საექსტრადაციო პატიმრობის ვადა გავადა. ამ დროში აქვს სწორედ ვალდებულება რუსეთს, რომ გადაუგზავნოს სომხურ მხარეს საჭირო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთში ექსტრადირება მოითხოვოს და დაადასტუროს.